Თქვენ ღამით დასრულდა პროტესტის 59 დღე რუსთაველის გამზირზე. მომიტინგეები პარლამენტის შენობასთან ისევ იგივე მოთხოვნებით შეიკრიბნენ. ჩატარდეს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების მიმდინარეობისას დაკავებული პირები. რუსთაველზე შეკრებილებს მოქალაქეთა სხვადასხვა ჯგუფი მსვლელობით შეუერთდა. მათ საკუთარი პროტესტი ტრანსპარენტებითა და სასტონებით გამოხატეს. აქციის მონაწილეები უკვე 2 თვეა მთავრობის წინააღმდეგ ქუჩებში გამოდიან და ამბობენ, რომ მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე პროტესტი არ შეწყდება. პროტესტი არ ცხრება, იმიტომ რომ ძალიან ძნელია ამის გვერდით გადადება იმ მოთხოვნების, რაც უკავშირდება ამ ქვეყნის მომავალს და ამ ახალგაზრდების თუ ყველა თაობის წარმომადგენლის მომავალს, ვინც დგას რუსთაველზე ან მარშებში იღებს მონაწილეობას ან სხვა ტიპის პროტესტს გამოხატავს. სანამ არ იქნება საუბარი და დიალოგი ამ საკითხებზე, რაც დღეს აწუხებს ყველას პოლიტიკურ პატიმრებზე, არჩევნებზე, დიალოგზე ამ მიმართულებით და ევროპული, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ისევ დადგომაზე საქართველოსი, მანამდე მე ძალიან მიჭირს თქმა, რომ ვინმე ამ პროტესტს დააცხრობს. უკვე ეთყობა, რომ სისტემა სერიოზულ ყევებს განიცდის, ჩემი აზრით 60 დღის მერე ეს ჩანს. მეტმა ადამიანმა უნდა გააკეთოს ეს პირდაპირ, ასე ვთქვათ, მსხვერპლ შეწივრებით, პატარ-პატარა მსხვერპლ შეწივრებით, იქნება ეს გაფიცვა, იქნება ეს დღის საათებში საპროტესტო საქმიანობით დაკავება და ასე შემდეგ. ამით უნდა დაიწყოს აუცილებლად და უნდა დაიწყოს დაუმორჩილებლობით ბოლომდე.